რამ გამახსენა ახლა ეს მელოდია 1975 წლის დროინდელი იყო ესეთი ანსამბლი Via 75 და ძალიან პოპულარული იყო მაგ დროს. იყო და არა იყო რა. კარგით, ახლა მივხედოთ ჩვენ საქმეს. აი აქ მონიტორზე გამოდის ვიქტოგრაფის რეჟიმი ესეთი და რომელიც მიახლოებით მაინც მიჩვენებს ხოლმე თუ რა მეტალი შეიძლება იყოს აქ. მოდი ვნახოთ საქმეში. აი ეს არის ნებისმიერი რაცა უნდა ძლიერი დეტექტორი იყოს მაგათი მტერი ანუ ჩვენი მტერი ეს რომელია რავი რატომაც არა რაღაც ახალია ბიჭო ახალი თუ არის ამ სიგნალზე რა უნდა და ვერ გავიგე ხალხი არა ხართ რავი რატომაც არა კარგი რატომაც არა ოთხმოცი სიღრმეც კარგი აქვს. ეხლა გადავიტანო ვიქტოგრაფზე, იყავი ისე მან დააყენე ვიქტოგრაფზე გადავიტან. ეხლა უნდა მიჩვენოს წესით რა მასალაა. თლასპილენზე ვერ არის, თლაფერადი ვერ არის, მაგრამ არის. სიღრმეც გვაქვს. აბა ვიწყებ. არ უნდა ახლა ცოტა დიდი 49 მომიწია ხო და აი ახლა უნდა გაჩვენოთ როგორი საგანს მივადექი აი ჯერჯერობით ვერ ვიგებ რა შეიძლება ეს იყოს აი აქ რაღაც წაგრძელება აქ კონუსებურად აი აქ თავდება აი აქ მომთავრდება აქ ტყობა ტარი რა უნდა იყოს ასე არა მაგრად არის ჩაჭედილი საერთოდ ძვრა არა აქ ესე იგი აქეთ გრძელდება აქ ერთი ფთა მოდის იქეთ არ ვიცი რა ხდება ეს ჩანგალი ანუ ვილკა იმისია ცივი სასაღები არა თოხი შეიძლება თოხიც ეხლა გავაგრძელოთ თხრა და ვნახოთ აბა რა გამოვა და თოხი არა რა თოხი უცა მოგე ეს რა თოხი მას რა არის ხაფანგი ხო არ არის შეიძლება ხაფანგის იყო ესე ჩაიკეტა აქ თოხ სავარაუდოდ იქნება რა კბილები სად არის ხაფანგის ეგ ზედა ნაწილი იქნებოდა რომელიც არ არის არა რაღაცა ესე იქნებოდა და ესე უნდა ჩაიკეტოს რა ო მაგრამ ეგ ზედა ნაწილი იქნებოდა აკარგული აუ სხვა მე არაფერი არ მომაგონდა ხო ესე ახლა ხაფანგი აქ რო ფეხი მოკვება სხვა არაფერი არ მომიტოვია დავკიდეთ აქ ხო ეს ნაგანის ჭიდი უნდა იყოს ნახეთ აბოიმა ან იმისი რა ქვია ავტომატური ვინტოვკის თავისი 4 ტყვით მე-5 აკლია დაკარგულია ნეტათო გაიწმინდება და წესით ეს არ უნდა იყოს გასროლილი ახლა მჭიჩიდებს ესე არ არის ასე ინტერესოა კაია დამაინტერესა 4 თუ 4-იანია ან ნაგანია ან ბერდენკა რავი რას არ არის გამორიცხული რომ ტყვიები იყოს შიგნით ჩავარდნილი თავები უნდა ქონდეს ამას აი აქაც სიგნალი და ჯვარი არის რაღაცა ვერცხლი არ იქნება მაგრამ ან ტყვია ან ბრინჯაო რაღაცა გასაწვენდი აქვე იყო ამ აბოიმასთან ბატონო გავაგრძელოთ
მოვიდა რუსი ოფიცერი ჩექმა კი არა ხილი და კაი ხარისხის მაინც იყოს უკრიდან ჩანს კაი ხარისხია და ეხლა რო ამოვატრიალებთ სურპრიზი უნდა იყოს და კაი ორთავიანი არწივი ეხლა დროს ჰოპ არის ბენზინის სული ამოღებულია 10 არის გაიღილია და გავაგზავნოთ აი ესეთი მიდამოებია მოსავლელი აი ნაპატარა ხანჯრის ტარი ნახეთ აი ესეთ მდგომარეობაში არც მე დავაკელი მაგრამ მაინც აფუჭებული იყო ძალიან პატარა ხელებში მეტევა შეიძლება ეს ჩოხაზე ჩამოსაკიდე იყო და რა სასაული არის რომ ეს თვითონ ტარისის შენარჩუნებულია ხე არის თუ ძვალია ალბათ ძვალია უნდა გაირეცხოს აგერ ამოვიდა ესე იგი ფერადი თიხა ემალით რაც ნიშნავს იმას რომ აქ იყო ძველი ნასოფლარი და არა ღარიბი მოსახლეობა კარგად გაჩვენოთ აი აქ ესეთი სასაფლაოს ქვას წავაწყდი ჩამოგორებულია საიდანაც აწერია შამინახე ერმელას ხი სიკვდილი ეულის ასული ალექსანდრე შვილი 1898 ქრისტეშობა საინტერესოა აშასე მეგობრებო ესეც ერთი დღეს მიილია ამიდი კარგი იყო დღეს თუმცა დილით ისეთი ნისლი იყო რომ აი მიახლოებით არა ესეთი ნისლი იყო დილით მაგრამ დროთა განმავლობაში ნისლი გაქრა გასაკეთებელიც გავაკეთეთ ბევრი არაფერი მაგრამ რაც ამოვიდა გასართობად და უფრო მეტი საინტერესოს იყო ამით დღეს დაგემშვიდობებით მოიწონეთ ვისაც მოგეწონებათ და ლაიქეთ გააზიარეთ და თუ არ დაგეზარებათ დონატებიც გააკეთეთ კარგია დონატები და მნიშვნელოვანია ჩემთვის ძალიან კაი мотивация არის დონატი ამ ადგილს კიდე ისევ დაუბრუნდები რამოდენიმე დღეში აქ ბევრი დაგვრჩა კიდე შესასწავლი აბა გემშვიდობებით დროებით